ჯოშუა ნორტონის ამბავი. ერთხელ მე-19 საუკუნის ამერიკაში, სან-ფრანცისკოს ხმაურიან ქუჩებში ცხოვრობდა ერთი უცნაური და საოცარი ადამიანი, ჯოშუა ნორტონი. მასზე ამბობდნენ, რომ ის ერთ დროს მდიდარი კაცი გახლდათ, რომელმაც დაკარგა ქონება, მაგრამ მოიგონა ახალი ცხოვრება, საკუთარი ფანტაზიით შექმნილი იმპერია. ჯოშუა ნორტონს ბრინჯის ბიზნესი ჰქონდა, რომელიც გაკოტრდა და ამან მის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედა. ერთ დღეს საბედისწერო ინვესტიცია ჩაიფუშა და მთელი ქონება დაკარგა. ბევრი ადამიანი ასეთ განსაცდელს ვერ გაუძლებდა, მაგრამ ნორტონმა გააზრებულად თუ ფსიქიკური აშლილობის ფონზე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ერთ დილას, როცა ქუჩები ხალხით იყო სავსე, ის ქალაქის მოედანზე ავიდა, დაკავებული ხალხის წინ გაჩერდა და ხმამაღლა განაცხადა. მე, ჯოშუა ნორტონი, ხდები ამერიკის იმპერატორი. და იცით რა მოხდა? სან-ფრანცისკო, ქალაქი, სადაც უამრავი უჩვეულო ადამიანი ცხოვრობდა, ამ ამბავმა ერთბაშად გაახალისა. ნაცვლად იმისა, რომ დაეცინათ, მოქალაქეებმა მიიღეს იგი როგორც იმპერატორი, როგორც ქალაქის თავქარიანობის სიმბოლო. მას ყველა იმპერატოროს ეძახდა. ქუჩის კაფეები უფასოდ აჭმევდნენ, თეატრები განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ, ღაზეთები კი ომებსა და პოლიტიკაზე ანგარიშთან ერთად ბეჭდავდნენ მის ბრძანებებსაც. ნორტონი ხშირად ჩამოივლიდა ქალაქში ლურჯი უნიფორმით, ოქროს ღილებით და ხმლით, როგორც ნამდვილ მონარქს შეეფერებოდა. ბავშვები მას დანახვისას უღიმოდნენ, ხოლო გამლელები თავაზიანად ხრიდნენ თავს. ის 21 წლის განმავლობაში იყო იმპერატორი. დაბეჭდა საკუთარი ფული და გამოსცემდა განკარგულებებს. დაითხოვა კონგრესი და რაოდა სასიცილოც არ უნდა იყოს, გადააყენა პრეზიდენტი ლინკოლნი. მისი იდეა იყო ხიდის აშენება, რომელიც არ შეასრულეს, მაგრამ ზუსტად იმ ადგილას აშენდა წლების შემდეგ ცნობილი სან-ფრანცისკოს ხიდი. როცა იმპერატორი გარდაიცვალა, მთელი ქალაქი გაჩერდა. ათასობით ადამიანი მოაწყდა დასაფლავებაზე. უბრალო მოქალაქეები, მაღაზიის გამყიდველები, პოლიციელები, ბიზნესმენები. ყველა იმაზე ფიქრობდა, რომ ნორტონი უბრალო მოხეტიალე კი არა, სიკეთისა და გამბედაობის მაგალითი იყო. და ასე დარჩა იმპერატორი ნორტონი ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელმაც ფანტაზიით გადაარჩინა საკუთარი გული და მთელი ქალაქიც ააღელვა სითბოთი.